გლუქსბერგის ეს კვლევა აიღო ვინმე დონკერმა და ჩაატარა ესეთი რაღაცა. ორი ჯგუფი აიღო, ერთ ჯგუფს უთხრა, რომ აი ეს Kendall problem, რაც არის, ისა რა ქვია, ცნობილი პრობლემა რა. გეხვეწები რა, მოდი მე მინდა გავზომო აი ადამიანური შესაძლებლობები, რაღაც აი რა საკში ადამიანები რა დროში აკეთებენ ამ პრობლემას, ხო? ეს უთხრა ერთ ჯგუფს და მეორე ჯგუფს უთხრა შემდეგი რაღაცა, რომ იცი რა, თუ შენ ამას რაღაცა ამ ჯგუფებს შორის ტოპ 25%-ში გააკეთებ, მე $25 მოგცემ. ანუ ფულის ჯგუფია და აქეთ პროსტა გეხვეწები ადამიანურ შესაძლებლობები გამაზომინე. ხო, წეგან როგორც ვთქვით რა, თუ კომუნიკაციის ტერიტორია მორალურია, მაშინ мотиваციას აქვს ადგილი, თუ ფული შემოგვაქვს, მაშინ უკვე საქმე ფუჭდება. ამის დამადასტურებელი, ამის შედეგები არის, რომ როგორ ფიქრობთ, რომელმა ჯგუფმა უფრო სწრაფად გააკეთა? ამ ჯგუფმა. იმიტომ რომ აქ მოცემულობა იყო, რომ მოდი ადამიანური შესაძლებლობები გავზომოთ. და აქ მოცემულობა იყო, რომ მაყუთს გადაგიხდი. როდესაც კომუნიკაციის ტერიტორია მორალურია, მაშინ мотиваციას აქვს ადგილი. როგორც კი შემოგაქვს ფული, როგორც განტოლების ნაწილი, მაშინ საქმე ფუჭდება. ეს ჩვენ ვიცით ფსიქოლოგიაში, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ ბიზნესში, სამწუხაროდ.